როგორი იქნება მორიელებისთვის 2026 წელი? ეს წელი მორიელებისთვის არის შიდა გადალაგების, ძალის სწორად გამოყენების და ცხოვრების წესის შეცვლის პერიოდი. მთავარი თემა იქნება როგორ მართავ ჩემს ენერგიას, პასუხისმგებლობას როგორ ვიღებ საკუთარ თავზე და ძალაუფლებას როგორ გამოვხატავ. სატურნისა და ნეპტუნის გადასვლა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში შეეხება თქვენს პირველ რიგში ჯანმრთელობა. რა სამუშაოებთ ამ პერიოდში? ეს იქნება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების გადაწყობა, სამუშაო რეჟიმის შეცვლა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, სადაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობების აღება მოგიწევთ საკუთარ თავზე. აქ ვერძი მოითხოვს დისციპლინას. აღარ გაპატიებთ იმ ქაოსურ რეჟიმს და გასწავლით როგორ იმუშაოთ ამ პერიოდში. ნეპტუნის მოძრაობა კი ვერძში აჩვენებს დაბნეულობას, აქ შეიძლება სამუშაო პროცესებში, ასევე ზოგთან შეიძლება ფსიქოსომატური ნიშნები გააძლიეროს. მორიელებისთვის გზავნილი თუ საკუთარ სხეულს არ მოусმენთ, ამ პერიოდში ცხოვრება გაგაჩერებთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მწარე ნათქვამია, მაგრამ ზოგთან შეიძლება მართლაც მოხდეს ეს რეალობა. იუპიტერი კეჭებში წლის პირველი ნახევარი თქვენთან ეს არის გაფართოების, შვებისა და შთაგონების პერიოდი. სწავლა, კურსები, მოგზაურობები, სულიერი განვითარების პერიოდი. იურიდიული და საბუთებთან დაკავშირებული საქმეების გამარტივების პერიოდია და იდეალური იქნება თუ ამ პერიოდს გამოიყენებ წლის მეორე ნახევრამდე. როდესაც იუპიტერი გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში, თქვენს კარიერულ თემებს შეეხება თქვენს სტატუსს. აქ იწყება მორიელებისთვის გამოჩენა საზოგადოებაში. კარიერული წინსვლა, ავტორიტეტის ზრდა, აღიარება, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ფონზე. რადგან თქვენთან ეს კვადრატით გადის, ამიტომ აქ შეიძლება ამბიციურობა გაზარდოს, ამბიციურობასთან ერთად კონფლიქტურობა გაზარდოს, ეგოს მართვა იქნება ამ პერიოდში აუცილებელი. ხოლო პლუტონის მოძრაობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ესეც კვადრატით გადის თქვენთან, ეს არის თქვენი ფესვები, ოჯახი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ღრმა ტრანსფორმაცია თქვენთან. ოჯახური დინამიკის შეცვლა, საცხოვრებელთან დაკავშირებული ცვლილებები, ძველი ემოციური ტვირთისგან გაწმენდა. მორიელებისთვის ეს არის შინაგანი რემონტის პერიოდი. რაც შეეხება ურანის გადასვლას ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ეს ტრანზიტი არის ღრმა და განმანთავისუფლებელი პერიოდი თქვენთან. აქ უკავშირდება ასევე ფინანსურ დამოკიდებულებებს, მოულოდნელი ცვლილებები, როგორიც არის კრედიტები, ვალები, საერთო ფინანსები, ასევე ზოგთან შეეხება ინტიმურ და ემოციურ კავშირების ტრანსფორმაციას. შესაძლებელია მოხდეს უეცრად განთავისუფლდეთ რაღაც მძიმე კავშირებისგან, ან შეიცვალოს შემოსავლის წყარო. ხოლო დაბნელებებს რაც შეეხება ლომი მერწყულის ღერძზე, ესეც კვადრატების გადის თქვენთან, ეს შეეხება თქვენს მეათე და მეოთხე სახლს, მოვლენები აქ იქნება კარიერა და ოჯახი, საზოგადოებრივი როლი და პირადი ცხოვრება. შესაძლოა სცენარები გათამაშდეს აქ სამსახურის შეცვლა, სტატუსის ცვლილებები, საცხოვრებლის შეცვლა, ოჯახური პასუხისმგებლობების გაზრდა ამ პერიოდში. ურთიერთობებს რაც შეეხება, აქ სამუშაო და კარიერა ხშირად გადაფარავს პირად ურთიერთობას, სადაც საჭიროა აუცილებლად ბალანსი და ზღვარის დაცვა. ინტიმურ კავშირებს რაც შეეხება, სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება. აქ შეიძლება რაღაცა დაფარული საკითხები წამოიწიოს წინ, შეიძლება ბევრთან დაშალოს და ჩამოშალოს პარტნიორული ურთიერთობების საკითხები. ჯანმრთელობას რაც შეეხება, აღვნიშნე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, განსაკუთრებით მინდა ყურადღება მიაქციოთ, სენსიტიური ზონები შეიძლება იყოს აქ ნერვული სისტემა, ანთებითი პროცესები, გადაღლა, ფსიქოსომატიკა. რა იქნება რეკომენდაცია? ეს იქნება რეგულარული რეჟიმი, მოძრაობა, სტრესის მართვა. ეს წელი მთავარი გაკვეთილები მორიელებისთვის იქნება ძალა, ასევე თვითდაზიანება უარყოფითი კუთხით. პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობა და ასევე თვით დაკარგვა უარყოფითი კუთხით. კონტროლი და ასევე უსაფრთხოება. მოკლედ შეჯამება რა იქნება? ეს იქნება მორიელებისთვის სისტემური ცვლილებების წელი, ცხოვრების სტილის გადაწყობა, კარიერული ზრდა მეორე ნახევრიდან და შინაგანი ტრანსფორმაცია ფესვებიდან. მოკლედ მორიელებო, გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი წელი, ტრანსფორმაციის წელი, ბრძოლის წელი. მაგრამ თქვენ იმდენად ძლიერი ნიშანი ხართ და ეს ენერგიები თქვენთვის ნაცნობია, რადგან თქვენ პლუტონი მართავს თქვენს ენერგიას და მეორე მმართველი კი არის მარსი, ამიტომ ეს ენერგიები თქვენთვის ნაცნობია. და მე იმედი მაქვს, რომ ყველა მორიელი შეძლებთ ამ დინამიკას აყვეთ და თქვენ და სასიკეთოდ გამოიყენოთ ეს პერიოდები. ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, თქვენს პირად რუკებზე, ეს არის საერთო ფონი და ვისაც გაინტერესებთ 2026 წლის პირადი რუკა და ასევე პროგნოზი, აუცილებლად დამიკავშირდით პირადში. წარმატებები მინდა მორიელებო, გისურვებთ.